ცოცხალი შესრულება, ცნობილი ჰიტები და სადღესასწაულო განწყობა. ოზურგეთში ჭადრების ბაღმა მუსიკოს ფრიდონ აროშიძის სტუდიის საჩვენებელ კონცერტს უმასპინძლა. თავად ბატონი ფრიდონი მას მადლიერების კონცერტს უწოდებს, რომელიც მუსიკის მოყვარულებს და ბენდის გულშემატკივრებს მიეძღვნა. კომპანია სივრცესთან არსებული სტუდია უკვე 3 წელია ფუნქციონირებს. სტუდიას ფართი ოზურგეთის დრამატულმა თეატრმა დაუთმო. აქ მოზარდები ქართულ და უცხოურ მუსიკას, ვოკალს, გიტარას, დრამსა და სხვა ინსტრუმენტებს ეუფლებიან. სცენაზე წარმოდგენილი მუსიკალური ტექნიკა თავად ფრიდონ აროშიძის ძალისხმევის შედეგია. თუმცა ბენდი ახალი მხარდამჭერებისთვის ყოველთვის ღიაა. როგორც ბატონი ფრიდონი ამბობს, ჯგუფს სახელი ჯერ კიდევ არ აქვს და სურს ის თავად მსმენელმა შეურჩიოს. ჭადრების ბაღში შეკრებილმა საზოგადოებამ კი ახალგაზრდების მიერ დიდი სიყვარულით შესრულებული ყველასთვის ნაცნობი მუსიკალური ნომრები მოისმინა. ეს ჩემი პირველი კონცერტი იყო. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ვიშრომეთ იმის გამო, რომ დღევანდელი საღამოს შემდგარ იყო. იმისთვის, რადგან დღეს იყო ჩემი პირველი კონცერტი, ძალიან ვღელავდით, მაგრამ მიხარია, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდა. ძალიან საინტერესო და კარგი სიმღერები ჰქონდა და ძალიან მიყვარს ეს საქმიანობა. გავიჩინე ძალიან ბევრი მეგობარი და მიხარია, რომ ჩემი დროის პროდუქტიულად გამოყენება შემეძლო ამ ბენდში ინსტრუმენტების დაკვირით. ჩემი პირველი კონცერტის დროს ძალიან დაძაბული ვიყავი, მაგრამ სიმღერების შესრულება რო დავიწყეთ, უფრო და უფრო მომეშვა ეს დაძაბულობა და მე უფრო მივყევი ჩემს ტემპს და შთაბეჭდილება ძალიან კარგი იყო კონცერტთან დაკავშირებით. ბევრი ხალხიც იყო და უფრო და უფრო მეტი мотиваცია გვემატებოდა ხალხის და ხალხის მომატებით. რა თქმა უნდა, მადლობა ყველა ბავშვებს, იმ ბავშვებს, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა ჩადენ, ბავშვებმა და მათ გარეშე რა თქმა უნდა მე რა შემეძლო არაფერი აბსოლუტურად და მადლობა მას ასეთი კარგი ბავშვები შეხვდა, ასეთი ნიჭიერი ბავშვები და მივიღე რა გარკვეული შედეგი. რა ვიცი ახლა დანარჩენი ბავშვები რა სიზამე როგორ იქნებენ და რას გააკეთებენ ეს არ ვიცი, ეს მათზეა დამოკიდებული. მე რაც დამჭა ეს წლები ყველანაირი შევეცდები რომ ჩავდო ყველანაირი შრომა, რომ ცოცხალი შემსრულებლები ყავდა ძალიან ბევრი, იმიტომ რომ წავიდა ისეთი პროცესები, რომ დაუკრავენ რაღაცა კომპიუტერზე რაღაცას გააკეთებენ და გონიათ რომ მაგრებიან. არა და ცოცხალი შესრულება ეს არის ნამდვილი შემოქმედება, ამის გარეშე ფაქტურად აბსოლუტურად არაფერი არ გამოვა. აბსოლუტურად არაფერი. რა თქმა უნდა მადლობა ყველას იმისათვის რომ მხარდაჭერისას ყველაფერსაც რაც გააკეთენ ჩემთვის და ვინც ჩემს გვერდით იყო და მხარი დამიჭირა. დიდი მადლობა რა თქმა უნდა ყველას და ყველას. რა თქმა უნდა როგორც მშობელს, როცა ხედავ საკუთარ შვილს და მისი შემოქმედება, რომელიც მას სცენაზე გამოაქვს, რა თქმა უნდა ბედნიერებისგან არ ვიცი, ვფრინავ, ასე ვთქვათ, უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადო ფრიდონ მასწავლებელს იმ უზარმაზარი კოლოსალური შრომისთვის, რომელიც მან ამ ბავშვებში ჩადო. რა თქმა უნდა, შთაბეჭდილება ძალიან დიდია. დედაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს, როცა ხედავ, რომ შენი შვილის ნიჭი რეალიზებულია. უღრმესი მადლობა ამისთვის ფრიდონ მასწავლებელს და ყველა იმ მშობელს, რომელიც ფრიდონ მასწავლებელს გვერდით ედგა.